ზესტაფონში ვესტუმრეთ სკოლას, რომლის რეაბილიტაცია, სრული რეაბილიტაცია ახლახანს დასრულდა. თქვენ ალბათ ნახეთ ფოტოებზეც, რა მდგომარეობაში იყო ახლა სკოლა და დღევანდელი მდგომარეობით ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, არაჩვეულებრივად აღჭურვილი და მე მინდა მიულოცო, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორს, სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოსწავლეებს. ახლად რეაბილიტირებული სკოლა, რა თქმა უნდა, სკოლების რეაბილიტაცია ხელს უწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც და ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც ხორციელდება სკოლების რეაბილიტაციის სახით და რა თქმა უნდა, ეს პროექტი გაგრძელდება, ჩუმოვსმորդული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ასობით სკოლის სრულანაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლების მშენებლობას. დღეს ასევე ვანის მუნიციპალიტეტში დავათვალიერებ სრულად რეაბილიტირებულ სკოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობისთვის და მიმართულებით, რა თქმა უნდა, მუშაობა გაგრძელდება. სანქციების პოლიტიკაზე რომ ვიტყოთ, რა გამოსავალს ხედავთ არსებული სიტუაციიდან? ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. თქვენ იცით, რომ რაც შეეხება სანქციებს, ის გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი, ეს იყო ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში ჩვენ მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი. ევროსაბჭო ქართული დელეგაციისათვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით იმსჯელებს მომავალ კვირას, როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს წერილობით, რომ არ მოხდეს უფლებამოსილების ცნობა, როგორ აფასებთ ამ ქმედებას და რა მოლოდინები გაქვთ და რამდენად შეიძლება დააზიანოს ქვეყანა? როგორც ჩვენ ვიცით, ბატონო ირაკლი, ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა იყო და თვითონ გააგზავნეს წერილი, რომ შეჩერებოდა საქართველოს დელეგაციის წევრობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და როგორ შეაფასებთ ამ სიტუაციას? ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის მორიგი ანტიქართული ინიციატივა, ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი პატრონების მხრიდან. ამით, რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივებით ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარყევენ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს, თუმცა თავისთავად ეს მეტყველებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ბუნებაზე და მათი პატრონების ინტერესებზე, მათი ინტერესები სამწუხაროდ ეწინააღმდეგება ძირეულად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, იქ მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის საინტერესო, თუმცა იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ ვაყენებდით ხოლმე რუსული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს სხვა ქვეყნებთან ერთად და მაშინ საპარლამენტო ასამბლეა არ იზიარებდა ხოლმე ჩვენს პოზიციას. დღეს აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი. რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივები არის აბსოლუტურად ანტიქართული, თუმცა ამითაც ვერავითარ ზიანს ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ მიაყენებენ. ბატონო ირაკლი, გიორგი ბაჩიაშვილს ხედავთ თუ არა დღეს ქართულ ოპოზიციაში და მისი აფორმით გააქტიურება, რას ნიშნავს თქვენთვის? ხედავთ, რომ მისი და ოპოზიციის ნარატივები ამ ხოლმე. დიახ, რა დავამატოთ, რას ემსახურება მისი განცხადებები და ბრალდებები ამ საქმესთან დაკავშირებით? ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები. ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ, ზოგადად კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული რადიკალური ოპოზიცია. თქვენ ხედავთ, რომ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია. სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია. ეს არის ერთგვარი ტენდენცია. და ეს არის თავი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი მიაღწიოს წარმატებას ქართულ პოლიტიკაში. საზოგადოება ხედავს ყველაფერს. იხავთ თუ შეიძლება თქვენ ხშირად საუბრობთ ურთიერთობის გადატვირთვაზე, არის თუ არა რაიმე სიგნალი ტრამპის ადმინისტრაციიდან? შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან რაც თავარი არის სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთვოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უფრო მეტიც. ჩვენ თავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფორცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება, ჩვენ დაულოდებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას. დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის და მას შეეძლო უკრაინაში ომის თავიდან აცილება, როგორ შეაფასებდით?
ნუ იმაზე რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა ჩვენ საუბრობთ უკვე ძალიან დიდი ხანია, თუმცა სამწუხაროდ მოხდა ის რაც მოხდა და ამან მოუტანა დამანგრეველი შედეგები ჩვენს მეგობარ ქვეყანას უკრაინას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა თავისუფლად 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა რა თქმა უნდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა და ეგრეთ წოდებულმა Deep State-მა, იგივე გლობალურმა ომის პარტიამაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა არაერთმა სუბიექტმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში. ოპოზიცია ამბობდა, რომ ოციანამდე ტრამპის ინაუგურაციამდე ჰქონდათ გეგმა და რომ მოიმოქმედებდნენ რამე, აქამდე მათ არაფერი გაუკეთებიათ, რას ფიქრობთ? თქვენ ჰქონდათ რეალურად ოპოზიციას რამე გეგმა და თუ ჰქონდათ რატო ვერ განახორციელეს? ნუ რეალურად ოპოზიციას არ აქვს ხალხის ხარდაჭერა და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ისინი ვერც ერთი გეგმის რეალიზებას. ისინი ვერც კი ჩდებიან მათ შორის მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე. თქვენ გახსოვთ, წინა საარჩევნო მთავარი ღონისძიება, როცა ჩატარდა თავისუფლების მოედანზე, იქაც კი ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები. ახლა არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, თუმცა იქაც კი ვერ ჩდებიან. იმდენად დისკრედიტირებულია ოპოზიცია, რომ რა თქმა უნდა, მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება. ეს არის პირველ რიგში იმის შედეგი, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის ხარდაჭერა. თან ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში თითქოს მათ მოიგეს არჩევნები და თან ხალხთან გამოჩენისაც კი ერთხვენიათ. ნუ ასე დროს ხედავთ რა მხოლოდ აბსურდში არის შესული რადიკალური ოპოზიცია. ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ გეგმაზე მინდა ვკითხოთ, ისინი ამბობენ, რომ მალე განაჩაჯაროებენ დოკუმენტს, რომელზეც აქამდე მუშაობდნენ. ანუ არ არის საინტერესო, თქვენ იცით რაც არის მათი მოთხოვნები. პირველ რიგში ეს არის რიგარეში არჩევნები. მე ყველას მინდა შევახსენო, რომ არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ურჩევ მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის. მანამდე ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, შეუძლიათ იქაც სადონ ბედი. ეს არის ჩემი რჩევა რადიკალური ოპოზიციის მიმართ. და მისი დასის გუშინელ პერფორმანსზე ზოგადად თეატრის პოზიციას როგორ შეაფასებთ? ნუ თქვენ იცით, რომ საქართველოში ამ 3 წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა, ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიები წადეს რევოლუციის მოწყობა, ხან წადეს NGO-ებით, ხან ჟურნალისტებით, ანუ სამი სხვადასხვა ჟურნალისტები პირობითად რა თქმა უნდა, საუბარი ეგრეთ წოდებულ მედია მენეჯერებზე და ოპოზიციური მედია საშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით წადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ყველა ამ მცდელობა ჩავარდა. ახლა ჩვენ რასაც ხედავთ, ეს არის ერთგვარი კანვასის რევოლუციის მცდელობა. თქვენ იცით, რომ ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის სტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ხედავთ ჩვენ დღეს სახეზე ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა რა თქმა უნდა, ესეც არის განცერული წარმომადგენლობისთვის, ისე როგორც ჩავარდა ყველა წინა მცდელობა, 4-ვე მცდელობა, ნებისმიერი ასეთი აქტი არის განცერული სამომავლოდაც. ეს არის რაც შემიძლია ყველას უთხრა, კანვასის რევოლუცია საქართველოში არ შედგება, ყველას მინდა მოუწოდო მიხედონ საკუთარ პროფესიას. ეს არის ჩემი რჩევა. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, ყველას თავრობა, საქართველოს თავრობა, ჩვენ ყველას დავეხმარებით, ყველას გაუწვდით ხელს და ყველას შევუწყობთ ხელს საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებების. საქართველოს ევროკომისიას 2025-27 წლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამა წარუდგინა, რას მოიცავს აღნიშნული პროგრამა? ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არის ერთულეები ურთიერთობებში, ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და მის მორიგი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და მათ შორის ჩვენ ერთ-ერთი ვალდებულება გახდათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ევროკომისიისთვის. ეს არის ეკონომიკური რეფორმების გეგმა, ეს მოიცავს 3 წელიწადს, 2025, 26, 27 წლებისთვის არის გაწერილი ეს გეგმა. აქ საუბარია მაკროეკონომიკურ საკითხებზე, ფისკალურ საკითხებზე, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ძალიან მკაფიო ხედვა წარუდგინეთ ევროკომისიას. ჩვენ ვრჩებით უნებრივია იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციასთან.